დიდი მადლობა თემით დაინტერესებისთვის. თემა ნამდვილად მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას საგანგაშოა, გამომდინარე იქიდან, რომ LGBT პროპაგანდა გადავიდა სრულიად ახალ საფეხურზე. თუ კი ვინმე კიდევ რჩებოდა საქართველოში თუ ჩვენი ქვეყნის გარეთ, ვინც ამას ეძახდა შეთქმულების თეორიას და გამოგონილ საფრთხეს, რეალურად ენტონი ბლინკენის საჯარო განკარგულებით ყველაფერი ესე ვთქვათ გაცხადდა და სრულიად ახალ საფეხურზე გადავიდა. თვალთახედავში მაქვს განკარგულება სახელმწიფო მდივნისა, რომელმაც მთელს ტავს თანამშრომლებს სახელმწიფო დეპარტამენტის უბრძანა გამოსცა განკარგულება, რომ მათ აღარ გამოიყენონ ისეთი პრობლემური ბჭყალებში, პრობლემური სიტყვები, როგორიც არის დედა, მამა, ქალიშვილი, ვაჟიშვილი, ქალბატონებო და ბატონებო და მათი ჩანაცვლება მოთხოვა გენდერულად ნეიტრალური სიტყვებით. ეს რეალურად არის ახალი საფეხური LGBT პროპაგანდისა. ეს ნიშნავს, რომ ეს აღარ რჩება, ვთქვათ, გარკვეული ორგანიზაციების, კორპორაციების, ამაში დაინტერესებული ცალკეული პირების თუ ორგანიზაციების საკითხად, არამედ ეს არის აყვანილი სახელმწიფო პოლიტიკის რანგში, როდესაც სახელმწიფო მდივანი გამოსცემს მსგავს განკარგულებას, ეს ნიშნავს, რომ ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი საკითხი. გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველამ კარგად ვიცით, გაცხადებული და დეკლარირებული აქვს, რომ ის არის მოწოდებული გაავრცელოს მისი გაგებით დემოკრატია, როგორც მას ესმის დემოკრატია სხვა ქვეყნებში და განსაკუთრებით მის პარტნიორ სახელმწიფოებში. ცხადია, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ახალი ტალღა, მძლავრი ტალღა წამოვა საქართველოზე. ამის ნიშნები, მკაფიო მაგალითები ჩვენ უკვე გვაქვს. ეს არის ზოგადად თეთრი სახლის პოლიტიკა, ეს არის ბაიდენის ადმინისტრაციის უბრალოდ, იმიტომ რომ როდესაც ბაიდენის ადმინისტრაცია მოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებაში, LGBT პროპაგანდა ეს ბუნებასთან, კაცობრიობასთან ბრძოლა ავიდა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში და გახსოვთ პირდაპირ სიტყვის მნიშვნელობით თეთრი სახლის თავზე აფრიალდა LGBT დროშა და გახსოვთ ის ეგრეთ წოდებული პრაიდები თუ შოუები, რომელიც იმართებოდა პირდაპირ თეთრი სახლის ეზოში. იცით თქვენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი, თეთრი სახლი, მთლიანად ბაიდენის ადმინისტრაცია ამაყობს და თავს იწონებს იმით, რომ ვთქვათ სახელმწიფო თანამდებობებზე, უმნიშვნელოვანეს თანამდებობებზე, რომლებიც ჯარის საკითხებს, ომის საკითხებს, ჯანდაცვის საკითხებს თუ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს წყვიტავენ, არიან ვთქვათ ეგრეთ წოდებული ქუიარ ადამიანები, ტრანსგენდერები და ასე შემდეგ. ამის არაერთი გამოვლინება გვახსოვს ადმირალი რეიჩელ ლევინი რადღის მხოლოდ, რომელიც ესე ვთქვათ ერთ-ერთი მოწინავეა და მათ შორის თეთრი სახლის პრესპიკერი, რომელიც გაცხადებული ლესბოსელია და ეს არის ესე ვთქვათ საამაყო სავიზიტო ბარათი თეთრი სახლის დღევანდელი ბაიდენის ადმინისტრაციისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ რადგან ეს არის აყვანილი უკვე ფაქტები დოკუმენტურად დადასტურებული და ეს განკარგულება ბლინკენის არის დოკუმენტური დადასტურება იმისა, რომ LGBT პროპაგანდა არის ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის სახელმწიფო პოლიტიკის საკითხი და გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ცნობილი იმით, რომ ის ავრცელებს ბჭყალებში დემოკრატიას სხვა ქვეყნებში და პარტნიორ სახელმწიფოებში, ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ ეს ტალღა, ეს მძლავრი ტალღა წამოვა საქართველოს მიმართულებით და იმ ცნობილი არხების საშუალებით და წყაროების საშუალებით კიდევ უფრო გაძლიერდება LGBT პროპაგანდა საქართველოში. ჩვენ ხედავთ, რომ ისინი ბეჭდავენ წიგნებს, ისინი იღებენ ფილმებს, ეს ხდება LGBT პროპაგანდა ხდება ქვაკუთხედი საყდენი, ძირითადი საყდენი სხვადასხვა ბჭყალებში, რა თქმა უნდა, რთული ამას ხელოვნება უწოდოთ, მაგრამ სახელოვნებო კონკურსების, ისინი შედიან აკადემიურ დაწესებულებებში, ისინი შედიან ისეთ ადგილებში, სადაც ბავშვებს აქვს წვდომა და ყველას კარგად გახსოვთ მაკდონალდის кейსი, როგორ იყო პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოყენებული
ის პროდუქტი, საკვები პროდუქტი, რომელიც არის ბავშვებისთვის ყველაზე ხშირად მოხმარებადი და საყვარელი პროდუქტი, გულისხმობ Happy Meal, სადაც იყო ჩადებული პირდაპირ LGBT პროპაგანდა. ის რომ ბავშვები არიან და ჩვენი შვილები არიან მათი სამიზნე, ამას ღიად აცხადებენ. მე აი ბრიფინგის დასრულების შემდეგ გადმოგცემთ კონკრეტულ ვიდეო მასალასაც, როდესაც ბოლო პერიოდში გამართულ ეგრეთ წოდებულ LGBT პრაიდებზე მათი მთავარი სლოგანი არის, რომ ჩვენ მოვდივართ თქვენი შვილებისთვის, ჩვენ მოვდივართ თქვენ შვილებზე. ისინი გვემუქრებიან პირდაპირ ღიად, ამ შემთხვევაში უკვე სახელმწიფო დეპარტამენტის ესე ვთქვათ სახით და პირით, რომ ისინი აპირებენ პირველ რიგში ზემოქმედება მოახდინონ ჩვენი შვილების ცნობიერებაზე, რადგან სწორედ ბავშვები არასრულწლოვნები არიან ყველაზე მოწყვლადი და ყველაზე ადვილად ესე ვთქვათ სამართავი მათი მიზნებიდან გამომდინარე. ნახეთ, რა მოხდა საბერძნეთში, როგორ გადატეხეს პირდაპირ სიტყვის მნიშვნელობით ეს უძველესი ქრისტიანული ქვეყანა, სადაც მოხდა ერთობლივად დაკანონება ერთსქესიანთა ქორწინებისა და ამასთან მათ მიეცემათ უფლება ბავშვის აყვანისა. ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ როდესაც კონკრეტული ქვეყნის ხელისუფლება არის დამოკიდებული და არის ანგარიშვალდებული არა საკუთარ ხალხთან, საკუთარ სახელმწიფოსთან, არამედ სხვა რომელიმე დიდ სახელმწიფოსთან და ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისინი ახორციელებენ იმას, რაც შედის მათ ინტერესებში და ჩვენთვისაც ეს ძალიან თვალსაჩინო არის გამომდინარე იქიდან, რომ ყველას კარგად გახსოვთ ეგრეთ წოდებული დეკლარაცია, მანიფესტი LGBT ჭალებში უფლებებთან დაკავშირებით, რომელიც ხელმოწერილი იქნა ფაქტობრივად ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ დემონსტრაციულად პარლამენტის წინ. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ეს პოლიტიკური პარტიები და ცალკეული პოლიტიკოსები, NGO-ებზე აღარ მაქვს საუბარი, ისინი მზად არიან ფულის და ეხლა არჩევნები მოდის ამერიკული მხარდაჭერის სანაცვლოდ ჩაერთონ ღიად LGBT პროპაგანდაში და იმ შემთხვევაში თუ ეს ძალები, ანუ ამერიკის შეერთებული შტატები მათ დაეხმარება ხელისუფლებაში მოსვლაში, ისინი მზად არიან რომ მიიღონ ისეთივე გადაწყვეტილებები, როგორიც იქნა მიღებული კონკრეტულად საბერძნეთში. ასევე მინდა ფაქტებით გავამყარო ის, რაზეც ვლაპარაკობ და მინდა ასევე შეგახსენოთ ვატიკანის უკანასკნელი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დაშვებული იქნა კათოლიკურ ეკლესიაში ერთსქესიანთა წყვილების და ადამიანების დალოცვა. ეს არის ესე ვთქვათ მომზადება და პირველი ეტაპი იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში მოხდეს მთლიანად რომის კათოლიკური ეკლესიის ვატიკანის მხრიდან ამ ყველაფრის დაკანონება, იმიტომ რომ თუ ეს მოხდა საბერძნეთში, მართლმადიდებელ სახელმწიფოში, უძველეს ქრისტიანულ სახელმწიფოში, მაშინ არ უნდა გამოურიცხოთ, რომ ასეთი შემთხვევები იქნება. ევროპის ცალკეული სახელმწიფოები იცით, ესტონეთში მოხდა დაკანონება ერთსქესიანთა ქორწინებისა. ჩვენ ვიცით, რომ ცალკეულ შტატებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ცალკეულ შტატებში არის კანონები, რომლის მიხედვითაც შტატის ადმინისტრაციას უფლება ეძლევა ჩამოართვას ოჯახს მშობლებს ბავშვები, არასრულწლოვნები, რომელთაც საკუთარი მშობლები არ აძლევენ უფლებას სქესის შეცვლის ოპერაცია ჩაიტარონ. ეს არის პირდაპირ ძალადობა, ეს არის პირდაპირ კაცობრიობის სიცოცხლის ბუნების წინააღმდეგ ბრძოლა და გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მათთვის არის ძალიან სერიოზული სამიზნე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მოახერხეს და ერთ-ერთი უძველესი ასევე საქართველოს მსგავსად ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფო გადატეხეს და იქ კანონით დააკანონეს ერთსქესიანთა ქორწინება და შვილის აყვანის უფლება ასეთი წყვილებისთვის, საქართველოს გახდება და ხდება მთავარი სამიზნე უკვე დღევანდელი ადმინისტრაციისა, რომელმაც როგორც თავში გითხარით, სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე აიყვანა LGBT პროპაგანდა. ალბათ გაჩნდება კითხვა ცხადია, რას უპირისპირებთ ამას და რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ დიდი ხანია საზოგადოებრივი მოძრაობა, კონსერვატიული გაერთიანება საქართველოს უპირველეს ყოვლისა და ქართული საზოგადოება არ მინდა ეს ერთი ორგანიზაციის დონეზე ესე ვთქვათ დავავიწყრო, ქართული საზოგადოების მოთხოვნა არის
ამ LGBT აღვირახსნილ LGBT პროპაგანდასთან, სახელმწიფო დონეზე აყვანილ LGBT პროპაგანდასთან ძალიან ქმედითი დაპირისპირება და რაც გამოიხატება იმაში, რომ ყველაზე ეფექტური, ყველაზე ქმედითი ფორმა იქნება, რომ კანონით მოხდეს LGBT პროპაგანდის აკრძალვა და იმ ტალღას, აღვირახსნილ ტალღას, მძლავრ ტალღას LGBT პროპაგანდისა, რომელიც როგორც გითხარით, უკვე სახელმწიფო პოლიტიკის რანგში ყავს ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას აყვანილი, ამ ტალღას უნდა შევხვდეთ საზოგადოებაც, სახელმწიფოც ხელისუფლება მომზადებული და ამისათვის ყველაზე სწორი ფორმა ჩვენი აზრით არის კანონით დარეგულირდეს ეს ყველაფერი და საზოგადოებას არ მოუწიოს, ხალხს არ მოუწიოს ისეთი ფორმების ბრძოლისათვის ისეთი ფორმების მიცემა, როგორც არაერთხელ გვინახავს, თქვა ფიზიკურად ამაზე წინააღმდეგობის გაწევა, ქუჩაში გამოსვლა, პროტესტი და ასე შემდეგ. ამაზეც არ ვამბობთ უარს, ჩვენ ვართ მზად რომ შევიკრიბოთ, ჩვენ ვართ მზად რომ მოიაროთ მთელი ქვეყანა და ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ეს ის შემთხვევა, როდესაც მე თავისუფლებას ვაძლევ ვილაპარაკო ბევრი ადამიანის სახელით, ქართულ საზოგადოებაში, ქართულ ხალხში არსებობს სრული კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა მოხდეს LGBT პროპაგანდის აკრძალვა. აქ აღარ დგას უკვე საკითხი, ვთქვათ, ეროვნულ იდენტობაზე, ქართულ ტრადიციებზე, აქ უკვე საკითხი ეხება პირდაპირ სიცოცხლის წინააღმდეგ, კაცობრიობის წინააღმდეგ და ბუნების წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლას და ცხადია ეს ჩვენთვის არის მიუღებელი და ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაფიო ამ ბრძოლაში, მაგრამ იმისათვის რომ ეს ბრძოლა იყოს ქმედითი, იმისათვის რომ ეს ბრძოლა გადაითარგმნოს ესე ვთქვათ ქმედებაში, ამისათვის მიგვაჩნია რომ ყველაზე ადეკვატური სწორი ფორმა არის რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღოს კანონი LGBT პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს იქნება პრევენცია, ეს იქნება მომზადება, ეს იქნება ჯავშანი იმ მძლავრი ტალღის წინააღმდეგ, რომელიც უკვე წამოსულია, უკვე მოდის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და USAID იქნება ეს სხვა ამერიკული ფონდები, ამერიკის საელჩო პირდაპირ თუ ევროპული ფონდები, რომლებიც არაერთხელ გვინახავს ღიად გაცხადებულად, რომ ისინი არიან დონორები მსგავსი ესე ვთქვათ კამპანიებისა და მსგავსი ორგანიზაციებისა, ისინი გაორმაგებენ, გაათმაგებენ ამ ბრძოლას იქიდან გამომდინარე, რომ როგორც გითხარით, ბლინკენის ამ განკარგულებამ დაადასტურა, რომ ეს უკვე არის აღარ არის ცალკეული კორპორაციების, ცალკეული ორგანიზაციების ესე ვთქვათ საკითხი, არამედ LGBT პროპაგანდა, ამის თავსმოხვევა და ამის გავრცელება არის ამერიკის ადმინისტრაციის, დღევანდელი ადმინისტრაციის სახელმწიფო პოლიტიკის საკითხი. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად და მიგვაჩნია, რომ ამისათვის საუკეთესო ჯავშანი, ყველაზე ეფექტური იქნება სწორედ კანონის მიღება და ამით ერთხელ და სამუდამოდ დასრულება და წერტილის დასმა იმასთან დაკავშირებით, რომ აქ ვერასოდეს ვერ გააკეთებენ იმას, რაც თუნდაც გააკეთეს საბერძნეთში, ან თუნდაც რასაც აკეთებენ ევროპის ცალკეულ სახელმწიფოებში, ან ამერიკის კონტინენტზე, ამერიკაში სხვადასხვა შტატებში. ეს იქნება არა მხოლოდ ქართველი ხალხის პასუხი, რომელსაც არაერთხელ აქვს დაფიქსირებული ამასთან დაკავშირებით პოზიცია, არამედ ეს იქნება უკვე სახელმწიფოს პასუხი, მაგალითად ისეთი, როგორც იყო კონსტიტუციაში დაფიქსირება, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, ეს იქნება ამ რანგის საკითხი. და თუ იქიდან გვიპირისპირდება სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი პროპაგანდა, ჩვენც უნდა დაუპირისპიროთ ამას სახელმწიფო პოლიტიკა. საზოგადოებაში ამაზე სრული კონსენსუსია. დიახ. კი, თქვენ თუ სიუჟეტის მომზადებისაც ნახავთ, ჩვენ მქონდა გასული წლის ივლისში შეკრება რუსთაველის თეატრში, ხალხმრავალი შეკრება, სადაც დავაანონსეთ თქვით, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რის გარშემოც იკრიბება მოძრაობა საქართველოს უპირველეს ყოვლისა. ეს რჩება ერთ-ერთ მთავარ საკითხად. შესაბამისად, ჩვენ კვლავ ვაყენებთ ინიციატივას, კვლავ მოუწოდებთ
პოლიტიკურ ძალებს, ჩვენ არ ვართ პოლიტიკური პარტია, ჩვენ არ გვაქვს ეს ბერკეტები, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ საზოგადოების სახელით, საზოგადოებასთან ერთად ამ თემებზე ვილაპარაკოთ და გავაკეთოთ ის, რაც საზოგადოების გასაკეთებელია, მაგრამ უკვე ჯერი არის და კიდევ ერთხელ მეორდები უკაცრავად, რადგან ეს არის იქიდან გვიპირისპირდება სახელმწიფო პოლიტიკის სახით, ჩვენც უნდა დაუპირისპიროთ უკვე სახელმწიფო პოლიტიკა და სახელმწიფო პოლიტიკა ყველაზე ნათლად, მკაფიოდ გამოიხატება იმ კანონმდებლობაში, რასაც საქართველოს პარლამენტი იღებს, ხო? ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ყველაზე ქმედით ეფექტურ ნაბიჯად მიგვაჩნია სწორედ კანონის დაინიცირება. ჩვენ მზად გვაქვს სხვადასხვა. ამაზე არსებობს ევროპული პრაქტიკა, როდესაც ჩვენ გვეუნებიან და ცხადია იქნება ეს უკვე ყმადაღებული ბრალდებები, რომ ეს არის რაღაც რუსული და ასე შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია ვიხემძღვანელოთ ევროპული გამოცდილებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გამოცდილებით, მათ შორის როგორც არის უნგრეთი, პოლონეთსაც აქვს მსგავსი კანონმდებლობა დაახლოებით არასრულად ამ შინაარსის და უნგრეთში არის ძალიან კარგი გამოცდილება კონკრეტულად მიმართული ბავშვების და არასრულწლოვნების დაცვასთან დაკავშირებით და ჩვენ ცხადია როგორც ყმადაღებული სასაცილოდ ქცეული უკვე რუსული კანონის შემთხვევაში, როგორც მაშინ ვიხემძღვანელეთ თავად ამერიკული გამოცდილებით და პირდაპირ ითარგმნა ამერიკული კანონი, შეგვიძლია ისევ ვისარგებლოთ დასავლური გამოცდილებით, მაგალითად გუშინ იყო შემთხვევა, როდესაც ამერიკის ერთ-ერთ შტატში სკოლებში აიგზალა ყველანაირი ფორმით LGBT დროშის გამოყენება, განთავსება, ეს იქნება ლიტერატურაში, წიგნებზე, არ ვიცი, საკლასო ოთახებში და ასე შემდეგ. შეგვიძლია ასევე ამერიკული, რადგან ეს ამერიკის ერთ-ერთ კონკრეტულ შტატში მოხდა, შეგვიძლია ამ პრაქტიკითაც ვიხემძღვანელოთ, ცხადია NGO-ებისგან და ამ LGBT პროპაგანდისტებისგან, რომელმაც ხელი მოაწერეს შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, ხო, ლეილო, ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი და სხვა ცალკეული პოლიტიკოსები და პარტიები, რომლებიც დემონსტრაციულად დადგნენ და LGBT მანიფესტს მოაწერეს ხელი, ისინი შეუერთდნენ ამ პროპაგანდას და ისინი დღეს ამ პროპაგანდის ჯარისკაცებად გვევლინებიან რეალურად. ნახე განცხადებებისაც ისინი გარკვეული ნაწილი შედარებით ფრთხილი იყო ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებების დონეზე, მაგრამ იმ ხელმოწერებს, რომელიც არის ამ მანიფესტზე განთავსებული, ვერსად გაექცევიან და თუ ეხლა თვლიან, რომ არჩევნები მოდის და პოპულიზმის მიმართავენ და რაღაცნაირად აირიდებენ ამ საკითხს და შუაში გაივლიან, აქ შუა არ არსებობს. ან მხარს უჭერ იმას, რომ მათ მოწამლონ ჩვენი შვილები, ზემოქმედება მოახდინონ ჩვენი შვილების ცნობიერებაზე და ამოგვაღებინონ ლექსიკონიდან ჩვენი სამეთყველოდან დედა, მამა, ძმა და ასე შემდეგ, ან ისინი ამას ეწინააღმდეგებიან. სხვა მეტი შუა გზა აქ რეალურად არ არსებობს და მათ საერთოდაც დაფიქსირებული აქვთ ეს, როგორც გითხარით, საკუთარი ხელმოწერით ამ მანიფესტს. მადლობა თქვენ.